ამჟამად Brawl Stars-ში 93 ბრაულერია და მათგან ყველას თავისი საკუთარი ისტორია აქვს, შემზარავი ფაქტებითა თუ სახალისო ფაქტებით. დღეს მე მოგიყვებით ყველაზე მისტიკურ ბრაულერების სხვა ისტორიებს, რომლებიც დიდხანს დამალა Star Park-მა და მე მოძიებული ინფორმაციებით, ჩემით გამოვააშკარავებ ამ ყველაფერს. კარგით, მანამდე გეტყვით რომ გამოიწეროთ არხი და დაიქოთ ვიდეო, გააქტიუროთ ზარისხლეკი რომ არ გამოტოვოთ გათამაშებით და სხვა ესეთი მაგარი ვიდეოები. კარგით, გადავინაცოთ უშუალოდ ვიდეოზე. ჩვენს იდუმალებით ახსოვს სიას-ში გახსნის. ეში მუშაობს Star Park-ში დამლაგლება და პასუხისმგებელია ტერიტორიის სუფთავეზე. მისი ხასიათი აიხსნება მისი ხმით. ის იძახის რო, რაც გულისხმობს, რომ ის ნაგვისუნებში ძვრება. ეს დეტალი, რომელიც ადასტურებს, რომ ის ადამიანია. მის მიერ ტარებული ჯავშანი იცავს მას მინი-ნამსხვრევებისა და ვირთხების ნაკვენებისგან. მიუხედავად ამისა, ის თითქოს სიმპათიას გრძობს ამ მავნებლების რობოტული ვერსიების მიმართ. ეში ასევე კარიკატურაა პაულასი, Brawl Stars-ის ყოფილი დიზაინერის, რომელსაც შოტლანდიური ფესვები აქვს. ეში ზურგზე არის პაულას ხელმოწერის სიმბოლო, რაც ბოლო პატივისცემის ნიშად ითვლება, რადგან ეში იყო უკანასკნელი ბრაულერი, რომელმაც პაულამ შექმნა. გრომი კი ყოფილი მასწავლებელია, რომელიც უსაფრთხოების როლში გადაინაცვლა. წარმოშობით რუსია და თვალზე შესამჩნევი ნაიარევები აქვს. სავარაუდოდ ბავშვებთან შეჯახების შედეგად, რომელთანაც ურთიერთობის ეშინია. ეს შიში შესაძლოა მუქ წარსულს უკავშირდებოდეს, რომელიც PTSD-სა და სხვა ფსიქიკურ პრობლემებს ეხება. არსებობს თეორია, რომ გრომის ვოკი-ტოკიზე ხმა ეკუთვნის არტის, რაც არტის ფრაზით Fight Back მტკიცდება. თეორია ლოგიკურია, რადგან გრომი უსაფრთხოების თანამშრომელია, ხოლო ერთი აკვირდება Star Park-ის მთლიან აქტივობებს. ერთი კი არა მხოლოდ ფიზიკურად არის გაყოფილი, არამედ მენტალურადაც. ის იჩენს პიროვნების გაყოფის ნიშნებს. მისი სამუშაო Star Park-ში არის ყველაფერი და ყველა აკონტროლოს უსაფრთხოების კამერებით და დარწმუნდეს, რომ არაფერი დარჩება უყურადღებოდ. No Time to Explain podcast-ში შევიტყვეთ, რომ ერთი მუდმივად შინაგან ბრძოლაშია. ერთ მხარეს დგას მისი ვალდებულება ბრაულერების გაშიფვრის მიმართ, მეორე მხარეს კი სურვილი დაეხმაროს მათ, თუმცა გაუგებარია, როგორ უნდა დაეხმაროს ვინმე ელ პრიმოს. თვალთვალით და უცნაური კოსტუმებით ტარების. ძმა უქრიფი ხარ შეწყვიტე. ისევე როგორც ერთი ლარი და ლორი პიროვნების გაყოფის იდეას წარმოადგენენ, მაგრამ განსხვავებული ფორმით. მათი დუეტი ჰგავს კარგი პოლიციელი და ცუდ პოლიციელს კლასიკურ დინამიკას. ლარი მხიარულად ყიდის ბილეთებს Star Park-ის ვიზიტორებისთვის, ხოლო ლორი უფრო მკაცრი წესების დამცველია, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც გარკვეული სიძულვილი აქვს ამ წესებისადმი. მოდი ლოლაზე ვისაუბროთ. ბასტერისა და ფრენგის ახლო მეგობარი. ერთდროულად გიდიცაა და ფილმის ვარსკვლავის ბოლივუდში. ცნობილია ეგოცენტრული ბუნებით და ყოველთვის ცდილობს ყველამ შეამჩნიოს მისი გამოჩენა. ამის მიუხედავად ვინმეს უნდა თუ არა ეს. მისი ბრაულერის აღწერაშიც ხაზგასმულია, რომ ის მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნას ცდილობს და სიამოვნებით იქცევს ყურადღებას დრამატული ჟესტებით. გრეი ლოლას მეგობარი ასევე. გრეი არის მიქსი მამისა და მძველი კოინო მსახიობის, თუმცა ჯოგჯერ თავს იშვებს და იარაღის ხმებს გამოსცემს, რაც აჩვენებს, რომ ყოველთვის ვერ იცავს თავისი პერსონის წესებს. მისი ძველი აღწერაში გამოყენებულია ტერმინი ორთოქრომატული, რაც ნიშნავს სინათლის ყველაფერზე მგრძნობიარობას. გარდა წითლისა, საინტერესოა, რადგან მითიკური ბრაულერის ფერი სწორად წითელია. როგორც ძველი მუნჯი ფილმის პერსონა, გრეი თითქოს გულის სიღრმეში თავადაც სურს იყოს ვარსკვლავი, თუმცა ლოლა ძალიან ეგოისტურია, რომ მოდესმე მისცემდეს გრეის ამ შანსს. მიკო არასტაბილური და ქედმაღალი პიროვნებაა, რომელიც თავი ცნობილი ვარსკვლავად მიაჩნია და ამტკიცებს, თითქოს ცნობილი ადამიანებს იცნობს, თუმცა სინამდვილეში მოდის სიმართლე ვთქვათ, ის მაიმუნია. იმას გონია, რომ კონდისტურის ყველაზე დიდი რეჟისორი და მსახიობია, მაგრამ რეალურად მუშაობს ბუმის მიკროფონის ოპერატორად Brawl Foods Production-ში. ჩვენი მისტიურობით ახსოვსე ვიდეო კი ესე სრულდება. მანამდე კი მინდა გითხრათ, რომ უნდა გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო და გააქტიუროთ ზარისხლეკი და აუცილებლად დამიტოვე კომენტარი, რომელ ბრაულერის ისტორიას ისრულებდი შემდეგში. კარგით მეგობრებო, მადლობა რომ მიყურეთ, ნახვამდის.